პასუხები ზოგიერთ შეკითხვებს, მაგრამ სანამ დავკითხავ ერთი აი საბას მიმართული ფოკუსები, ჩემს მიმართული შეკითხვა შიშზე და საბასთან გადავისამართე. ჭადრაკის მხრივ აი ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ მაგალითად, რომ პირველ რიგში მე მგონი ზუსტად გავიგოთ რისი ეშინია ბავშვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, მე მგონი პირველ რიგში უნდა გამოვიძიოთ, ასე ვთქვათ, მისი ეშინია ბავშვს, მისი შიში აქვს ეს. იმიტომ სწორი დიაგნოსტიკა გასაგებს ასევე სწორი მკურნალობას. შეიძლება ეს იყოს სუთა ტექნიკური მხარე, რაც სუთა ჭადრაკს ეხება, შეიძლება ფსიქოლოგიური, შეიძლება ორივე. თვითონ ტექნიკურ მხარეშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ზოგადად ეშინია მხარე, ეს პაიები როგორია რაჩენია მოსწავლის იდეა, რომ ისტორია რომ მომიყევი. თუ უბრალოდ არის ის თავდაცვის მექანიზმები, თუ მაგალითად კონტრთამაში ისიც არის ის და გონიო თავდაცვის ყოველდღიურ სუსტ პოზიციაში ყოფნა არის და ეს რაღაც მომენტში აი თუ კაფიჯი არის უმეტეს რაღაცაა მოვა ეხამუშება რომ ახლა სხვა დავისავ და რაღაცა ეს ყველაფერი არის გასაგები როგორც კი ამას გააქვთ მე შემგონია რომ თქვენ სულ დავიქცეთ რაღაცა გამოსვლას მე მგონი მიპოვეთ თუ რაღაც ისეთი მომენტი არის გაუგებობის მე მაგალითად ერთი მოსწავლე ყავდა აქ საქართველოში რომელსაც საერთოდ თამაში ეშინოდა ძალიან კარგი ბიჭი ძალიან ნიჭიერი მაგრამ ზოგადად ეშინოდა თამაში დღეს ის უკვე თამაშობს და ტურნირებში ისეთი რაღაცებს თამაშობს რომ საერთოდ დებიუტი არ იცის და უფრო დებიუტებს თამაშობს ესეც ნელ-ნელა მივედით აქამდე მე მაგალითად მას შემოთავაზებდით რომ თუ ეს ეხება რაღაც მომენტში ფსიქოლოგიურ მომენტებს ერთ-ერთი გამოსავალი როგორც ჭადრაკის მხრიდან შექმნას რამდენიმე აკაუნტი თქვათ ონლაინ ჭადრაკში ერთ აკაუნტზე მაგალითად იყოს მამაც აი არ აღნიშნულება ეს აქტობენ უნდა კონტროლდეს შეიძლება ოფნერის კონტროლდეს ოღონდ თუ ახლა თქვენი გაგეკმოება რა თქმა უნდა ჯობია თქვენი სახის მოსიკა აი იყოს იმ აკაუნტზე მაგალითად მამაც თუ ვიღაცა რაღაცას ემუქრება პირველ რიგში უყუროს კორჩეტებას მთელი ინდოელებს შორის ამერიკელებს ძალიან გადავიდე ამ შეფეთქებზე მაგრამ თავშიც არ მოდით პირველი რეფლექსი თუ არის თავდაცვა თავშიც არ მოდით თქვენ რო უყუროთ ბლიც თუნდაც ხო სადაც სწრაფი გადაწყვეტილებით მიიღება პირველი რეფლექსი აი დავაიმუქრებ ფაილს პირველი რეფლექსი არის რომ არ ვიცავ ფაილს და თვითონ ცნობებიც ამბობენ რომ ესე ყავს გაზრდილი რომ დაცვა პირდაპირ ეს არის სულ ბოლო რიგში რაც ვალებით უნდა ნახოთ ანუ ამ აკაუნტზე იყოს თამა გაიშალოს არ აქვს მნიშვნელობა რეიტინგის მონიმატებს დაინგრებს არ აქვს ამას მნიშვნელობა ძალიან შეიძლება იმიტომ რომ ბევრ რაღაცას გვიდგებენ პარტიებში მილიონი რაღაც ნიშნია შობები რეიტინგი ქულები საფრთხე და ასე შემდეგ და იქ კონდეს აი ეს რაღაცა სამყარო თავისი და დაწუნებული ვარ ძალიან კარგ შედეგს მიიღებ, იმიტომ რომ მე უკვე მქონდა ნამდვილად კარგი შედეგი. კიდევ ესეთი შეკითხვები ერთად ის მოსწავლეთ მივყვები, რა განსხვავებაა წინიას ფიშერი ასწავლის ჭადრაკს და საფეხურების მეთოდს შორის. მე მგონი თუ ვინც მკითხა ეს ფიშერი ასწავლის ჭადრაკს სტატიკური აქვს, მე მგონი აი ის განმავლობაში რაც ავხსენით თვითონ უნდა ნახოს რა განსხვავება არის ის მეთოდიკა არ არის ის უბრალოდ რჩევები არის ფიშერი ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან მომენტებზე რაცაც თვლის რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ იქ მეთოდიკა და რამე არ არის ასევე არის ფარაგანცხოვება გიორგი მაჭარაშვილის და დანიელის ჭადრაკის ბლოგერებს შორის და საფეხურებთან მეთოდა შედარებით ну სხვა მიდგომა არის ისე მე მგონი ეს ორი სამი შეიძლება შეკითხვა სანამ დავიწყებთ მაშინ გადასული რა როლი აქვს საჭადრაკო ფილმის მიღებას ჭადრაკის სწავლების დროს მე ძალიან ოღონდ ჭადრაკის ფილმს გააჩნია აი მაგალითად Queen's
ფილმის გემების და ასე შემდეგ, მე მაგალითად არ მომწონს ეს ფილმი, არ მომწონს არც ლუჟინის დაცვა, რაღაც მოჭადრაკეებია უცნაურად არის წარმოჩენილი, რაც რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ აი რეკომენდაციას გავუწევდი მაგალითად როგორი ქართულად ბობი ფიშერის ძებნაში ყოველდღე რაღაც ისეთი არის ქართულად ძალიან კარგი ფილმი არის ჩვენ ზუსტად აი მე სამოგრაფიო ვიყავი ბავშვები წავიყვანეს და სპეციალურად მაჩვენებთ და გამარჩევით და რაღაც სამოტივაციოა შეიძლება რაღაც მონაკვეთების ამბობა, იზრისხურება შეიძლება ბავშვს. მარტის გამიჩი ფილმში შეიძლება მონაკვეთების სულად არა, მონაკვეთები, რომელსაც სიამოვნებით მომხმარებთ კი. შემდეგ ესე იგი ეს შეშო ბავშვებისთვის თუ არის რამე მდგომაო ამბებში სამწუხარო არის მასწავლებელთა სალიცენზიო თუ იქნება ამის მიხედვით ეს აკცი ეს ჩვენ ამბობთ კიდე რამდენიმე შემთხვევა რომელიც აკეთება რასაც ხალხს რომ აყვანა იყოს და არ მოხდა და შეთავაზებით და აყვანა და მოსულა შემდეგ წერია ესეთი მომენტი რომ წიგნში თავდაცვაში შეცდომაა რომ წერია მხოლოდ ოთხი სახის დაცვა არის სინამდვილეში ხუთი არის და აკრია კონკრეტულად კი, კონკრეტულად აკრია იმიტომ რომ აკრია არამედ იმიტომ რომ კონკრეტება რომ გაიგოს ბავშვმა მან ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდეს წიგნისგან და ზუსტად აი რამე მომასწავლეთ ეს გავლა ფლატონში კონკრეტება არ არის მაგრამ შუალედური ზღვა გარკვეული კონკრეტება არის აი შუალედური ზღვით იწყება ფიქრი იმაზე რომ მე შეიძლება რაღაცა ამ ავტომატურად რაღაცა რაც შუალედური ზღვა გავაკეთო და რა თქმა უნდა მე კონკრეტებაზე ჩვენი გამოცადები არის პრაქტიკულად ისეა როგორ დავამახსოვროთ ბავშვებს ვარიანტები დებიუტში ნაიც მე ვწოდი არანაირად იმიტომ რომ ვარიანტების ესეთი დამახსოვრებას არ აქვს კარგი ეფექტი თუ ისევ რა თქმა უნდა ჩვენ ხელოვნური ის კვერცხს ავუყურებთ როგორ მომავალს რომ ავიღოთ გამოცდილება ისევ სხვების თუნდაც იგივე იდეოლოგების არამედ შემთხვევაში ვარიანტებს არაჩვენებენ მარტო ეუბნებიან პრინციპებს რა გაკეთდეს და რა არ გაკეთდეს მაგრამ რა გაკეთდეს ვიცით სამი პროცესი რა გაკეთდეს ну ეუბნებიან რომ თქვა ლაზერები არ რამდენიმე ტექნიკური პრობლემის ვარდა всё მე არ და შემდეგ უკვე მიდიხარ და თამაშობ და თამაშის დროს თქვენ ძალიან აქტიურად ჩართული და თან როგორი კომენტარებია ნახეთ აი მაგალითად ბავშვმა ერთი სიტყვით დაიწყო მენციალური და ბევრი სხვა გააკეთა მასწავლებელი არ მიზედება რომ აი ნახეთ შენს პრინციპი რომ ერთი ფიგურით ბევრი სხვა გააკეთო და მიდის და ეკითხება როგორ ფიქრობ რა პრინციპი გააკეთე აქ მიდის მერე ძებძიება თუ რა პრინციპი აჰა იდენტიფიცირება ეს პრინციპი დავარგე ამბობს ხდება ამას მე აღზევები თამაშს შემდეგ ისევ თქვა მასწავლებელი აკეთება რომ ვიღაცა თქვა როხი გააკეთა ესეთი რაცა უბრალოდ მიცდება რა პრინციპი გავაკეთე და ასე შემდეგ ისევ ჩვენ თავად თემებს ვასწავლით ფიქრით და ჩვენ არ ვაძლევთ ზაფხულებს, ჩვენ ვაძლევთ შეკითხვებს და ბავშვები თვითონ იმაშველია. ეს პროცესი საკმაოდ გზად გზელი პროცესი არის და თვითონ ვარიანტების დასწავლა ისე თუნდაც ინდივიდუალურია ბუკეში პრაქტიკაში ძალიან რეალისტично დაიწყეს. აი ზუსტად შესაძლებელი დროს იოგი გამოგიასნა და სამშობლოს ჩვენ საუბარი ხოლო როდესაც დიდო სტატიკა ბუკეში მაშინ არის კომპიუტერი ვიდეო დაჭირდა სერიოზულად უკვე ვიდეოს დაგანება. თუ ფასი არ არის დიდო სტატიკა ბუკეში აკეთდა, მაგრამ აბსოლუტურად აი ესეთი თავისუფალი მიდგომა სწავლობენ იდეებს და არა